გამარჯობა, ეს არის დღის ამბები 10-ზე. მე ლუკა ხაჩიძე ვარ. რუსთავში 13 წლის ძმისშვილის მკვლელობისთვის დაკავებულ სასამართლომ ბრალდება მოუხსნა და საქმე დახურა. სასამართლოს გადაწყვეტილებით მამაკაც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 2 წლით იძულებითი მკურნალობა განესაზღვრა. სასამართლომ გადაწყვეტილება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით მიიღო. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვალერ ირემაძე დანაშაულის ჩადენის დროს ვერ აკონტროლებდა საკუთარ ქმედებას. გულგრილობის გამო საპატრულო პოლიციიდან გაათავისუფლეს 2 სამართალდამცავი. ისინი შემთხვევის დროს რუსთავში კორპუსთან მივიდნენ, თუმცა მეზობლების მტკიცებით ბინაში, საიდანაც ბავშვის ყვირილის ხმა გამოდიოდა, არ შევიდნენ. 13 წლის ბავშვის სასტიკი მკვლელობის საქმეზე რუსთავის სასამართლომ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. საქმე დახურა და დაკავებულ ვალერ ირემაძეს ლევან სამხარაულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე 2 წლიანი იძულებითი მკურნალობა ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განუსაზღვრა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ირემაძე დანაშაულის ჩადენის დროს საკუთარ ქმედებას ვერ აკონტროლებდა. ექსპერტიზამ მას შეურაცხყოფა დაუდგინა დიაგნოზით ეპილეფსიური ფსიქოზი, რომელიც ირემაძის ადვოკატის ინფორმაციით მკურნალობას ექვემდებარება. მოვიდა შეურაცხყოფა, შესაბამისი ფსიქიატრიული ექსპერტიზა იყო დანიშნული. დავაყენეთ შუამდგომლობა, შეძლო სისხლის სამართლებრივი დევნა და გადაყვანილი არის სამკურნალო დაწესებულებაში. 2 წლით განესაზღვრა სამკურნალო დაწესებულებაში მოთხოვნა. შეიძლება გაანთავისუფლონ თუ დაექვემდებარა მკურნალობას, თუ დაუშვათ კიდე დაჭირდა, შესაძლებელია რომ გაგრძელდეს ეს ვადა სამკურნალო. საქმეში კიდევ ერთი ახალი დეტალი იკვეთება. მოზარდის განსაკუთრებული სისასტიკი ჩადენილი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 თანამშრომელი დაითხოვა. თუმცა უწყებაში ინფორმაციას მხოლოდ 2 პოლიციელის გათავისუფლების შესახებ ადასტურებენ. საგამოძიებო ორგანო მეტ დეტალს არ ასაჯაროვებს. სამართალდამცველების გულგრილობაზე საუბრობენ დაკავებული ვალერ ირემაძის ოჯახის ახლობლები. თვითმხილველი ყვება, რომ ბინაში, სადაც ირემაძე საკუთარ ძმისშვილს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობას აყენებდა, შემთხვევის დროს პოლიცია არ შევიდა. Გავიგითხე, რომ 3 პოლიციელი გაანთავისუფლეს. რაც უმოქმედობას ეხება, მე როცა უკვე ეს შემთხვევა მოხდა და სახლიდან გადმოვიხედე, უკვე ის სიტუაცია იყო, რომ ჩვენი მეგობარი გიორგი უკვე სახლში იყო გადასული და უკვე გადმოვიდა სახლიდან და პოლიციელებს მიუთითებდა, რომ შესულიყვნენ სახლში, იმიტომ რომ სისხლის გუბეები იდგა სახლში და შეიძლება და ბავშვი უკვე მოკრული ყოფილიყოს და მთელი მეზობლები და თვითონ გიორგიც მოუწოდებდნენ პოლიციელებს, რომ შესულიყვნენ და რეაგირება კიდე ვერაფერი დავინახეთ, ვერავინ. პოლიციელების. მე თვითონ ვალერიმ გადმოიხედა სახლიდან და ლაპარაკის მერე გადმოხდა ფანჯრიდან და მე პოლიციამ დააკავა. მეტი არაფერი არ არის. შიგნით პოლიცია არ შესულა სახლში. როგორც მე ვიცი არა. როგორც მე ვიცი არ შესულა. ირემაძის ოჯახის ახლობლები და მეზობლები მომხდარზე პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად სამედიცინო დაწესებულებებსაც აკისრებენ. მათი ინფორმაციით შემთხვევამდე 1 დღით ადრე ვალერ ირემაძე თავს შეუძლოდ გრძნობდა და დახმარებას ითხოვდა, რის შემდეგაც ის ოჯახმა ჯერ რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც პაციენტს დამამშვიდებელი მედიკამენტები მისცეს, თუმცა კლინიკაში არ დატოვეს. ამის შემდეგ ირემაძე თბილისში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ადგილის უქონლობის გამო არ მიიღეს. თქვენს რომ გადაამისამართეს თბილისში, ეს ორივე ერთად არ არის ნარკოლოგიური და არ მიიღეს ადგილი არ გვაქვს ეგრე იცახდა ყველა. ამდვილად ყავდათ შაბათ დღეს, აი ეს ჩემი კარის მეზობელი, ეს კედლის მეზობელი ახალგაზრდა ბიჭი კიდე იქით პადიაში ცხოვრობს, ესენი წაყვენ და მეუღლე მანქანა ყავ თვითონ და გადაიყვანეს. თვითონაც მოითხოვ, მე ცუდად ვარო. ექიმის პოზიციაზე ის რომ მიიყვანეს იქ და ეგიმა ადეკვატურად ცნობითო არ მიიღეს, კარიდორში ელაპარაკე. ეხლა გავიგეთ რომ ხონშია გადაყვანილი და ეს რომ შეურაცხადი არის. ექსპერტიზის პასუხის გასაჯაროვებამდე ერთ-ერთ სასამართლოს ხდომაზე გაირკვა ისიც, რომ დაკავებული არცერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ადრე რეგისტრირებული არ იყო. პროკურატურის ინფორმაციით ის წარსულში 2-ჯერ ნასამართლებია და ბოლოს სასამართლოს ხდომაზე მოსამართლე მადონა მაისურაძის კითხვებს ადეკვატურად პასუხობდა. შემთხვევა რუსთავში 10 თებერვალს დღის საათებში მოხდა. 29 წლის მამაკაცმა 13 წლის ძმისშვილს თანით რამდენიმე შემავალი ჭრილობა მიაყენა. შედეგად მოზარდი ადგილზევე გარდაიცვალა. უცნობია უკავშირდება თუ არა სამართალდამცველების უწყებიდან გათავისუფლება მათ სამსახურებრივ გულგრილობას. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ მხოლოდ იმას, რომ გენინსპექცია საქმის მოკვლევას კვლავ აგრძელებს.
სამედიცინო რეგულირების სააგენტო 29 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მოკვლევას იწყებს. მანამდე კი მელანო ფუტკარაძის მკურნალმა ექიმმა გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება თავად შეიჩერა. 29 წლის მელანო ფუტკარაძე მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით 21 მარტს ღამით ბათუმის მედცენტრში გარდაიცვალა. ოჯახი ბრალს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს დებს, სადაც მელანო ფუტკარაძე თავდაპირველად მივიდა. გვიან ღამემდე ხმაური იყო ბათუმში. გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ოჯახის წევრები ექიმ ეკა ფუტკარაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვდნენ. გარდაცვლილი გოგონას ახლობლებმა გზაჯერ რეფერალურ საავადმყოფოსთან გადაკეტეს, შემდეგ კი ბათუმის შესასვლელისკენ გაემართნენ და ცენტრალური მაგისტრალი ჩაკეტეს. ადგილზე ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი. პაციენტის დიაგნოზი ვერ დაგვისვეს და გარდაგვიცვალენ 28 წლის გოგონა. ჩვენ მოვითხოვთ ერთ რაღაცას მარტო და ვიშლებით ამით. ეკა ფუტკარაძემ დაწეროს განცხადება ეხლა პირდაპირ და გადადგეს. ეგ კაბინეტში ვერ დაჭდება, ხვალ ვერ მოვა და ვერ დაჭდება ეგ კაბინეტში. როდესაც ჩვენ მელანია უნდა ჩავდოთ მიწაში. გარდაცვლილი გოგონას ახლობლებმა აქცია მაშინ შეწყვიტეს, როცა მათ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ აცნობა, რომ ექიმმა ეკა ფუტკარაძემ გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება თავად შეიჩერა. თავად ექიმმა მიიღო გადაწყვეტილება, მანამ სანამ მოძიება დასრულდება და დასკვნა დაიდება, ჩამოშორდეს საქმიანობას. მანამ სანამ ექიმი უფლებამოსილება შეიჩერებდა, ბათუმის რეფერალურმა საავადმყოფომ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს პაციენტისთვის გაწეული ყველა სამედიცინო მომსახურების დეტალური შესწავლა, ასევე სამედიცინო დაწესებულება მზადაა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს გადასცეს ყველა ის სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც კლინიკაში ჩატარებულ კვლევებს აღწერს. სურს განმარტოთ, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს პაციენტისთვის ორივე ჰოსპიტალში, ჩვენთანაც და იმ კლინიკაში, სადაც პაციენტი გარდაიცვალა, გაწეული სამედიცინო მომსახურების დეტალური შესწავლა, რაც გამოავლენს როგორც ოპერაციამდე, ისე ოპერაციის შემდგომ პერიოდში პაციენტზე გაწეულ სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და საჭიროებებს და თვალნათლივ დაგვანახებს გარდაცვალების რეალურ მიზეზს. ჩვენ არ გავურბივართ პასუხისმგებლობას და თუ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებში გამოიკვეთა ჩვენი ჰოსპიტალის ექიმების გადაცდომა, აუცილებლად მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას. საკითხს დღეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიც გამოეხმაურა. ზაალ მიქელაძის განცხადებით, გადაცდომისა და არასწორი მკურნალობის შემთხვევაში ყველა შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. მოკვლევა დაიწყო ჯანდაცვის სამედიცინო რეგულაციების სააგენტომაც. იქნება გამოძიება ბოლომდე მიყვანილი და არა მხოლოდ ერთი ექიმი, არამედ ყველა ჩართული ადამიანი, რომელსაც ჰქონდა რაიმე გადაცდომა თუ შეცდომა დაშვებული, ყველა იქნება ადეკვატურად პასუხგაცემული. მელანო ფუტკარაძე 21 მარტს ღამით ბათუმის მედცენტრში მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით გარდაიცვალა, მაგრამ ოჯახი ბრალს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოს დებს, სადაც გარდაცვლილი გოგონა პირველად მიიყვანეს და უთხრეს, რომ საგანგაშო არაფერი იყო და სახლში გაუშვეს. დაპირისპირებამდე მდუმარი აქცია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნატოს გენერალური მდივანი იენ სტოლტენბერგი საქართველოშია. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა. სტოლტენბერგი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ დაიწყებს. დაგეგმილია იენ სტოლტენბერგის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან. სტოლტენბერგი ეწევა წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს, რომელიც ნატო-საქართველოს სწავლებას მასპინძლობს. სწავლების მიზანია საქართველოს ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლება და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერება. ერთი კვირის განმავლობაში ასეთი ინტენსივობით და ასეთი დატვირთვით ნატოსთან ურთიერთობის კონტექსტში საქართველოს დღის წესრიგში ყოფნა მიანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ პრიორიტეტულია საქართველოს ნატოს პოლიტიკურ დღის წესრიგში. ის წვრთნები, რომელიც ამ ვიზიტის დროს გაიმართება, მართლაც მიანიშნებს უაღრესად ინტენსიურ და პოზიტიურ შესრულებაზე საქართველოს მხრიდან
ყველა ძირითად მიმართულებაზე. გარდა ამისა, ეს არის კიდევ ერთი აღიარება იმისა, რომ საქართველოში განხორციელებული რეფორმები თავდაცვის, ასევე პოლიტიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმირების კუთხით არის აღიარებული ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან. ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი ვიზიტი, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, ასევე პრაქტიკული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თვისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ეგეთით განხორციელდება წვრთნები საქართველოში. ეს კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირება, თუ რამდენად წარმატებულად ხორციელდება ნატო საქართველოს ერთობლივ ღონისძიებათა პაკეტი. იენ სტოლტენბერგს უკვე უმასპინძლა მამუკა ბახტაძემ სამუშაო ვახშმის ფორმატში. მთავრობის პრესამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა სტოლტენბერგს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ნატოს მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. მხარეებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. ქართული ოცნება ეგრეთ წოდებულ ძველ გვარდიასთან აქტიურ კონსულტაციებზეა გადასული. მართველი პარტია ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით ცდილობს პარტიის სახეები კვლავ ძველი თანამოაზრეები გახდნენ. ბოლო ასეთი შეხვედრა ღარიბაშვილმა გუშინ გამართა. პოლიტიკაში დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი დავით ლორთქიფანიძეს, სოსო ჯაჭვლიანს, ელისო ჩაფიძეს და ლუკა კურტანიძეს შეხვდა. როგორც ვიცით, გუშინ შეხვდით ირაკლი ღარიბაშვილს და საუბარია იმაზე, რომ ძველი გვარდიელები შეიძლება დაბრუნდნენ ქართულ ოცნებაში. თუ შეგიძლიათ რაიმე გითხრათ ამასთან დაკავშირებით, შედგა შეხვედრა? ჩვენ ირაკლი ღარიბაშვილთან ზოგადად გვაქვს როგორც ჩვენს თანამებრძოლთან ურთიერთობა და ეს არ იყო პოლიტიკური შეხვედრა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. არასდროს გადაგვიტოვებია ქართული ოცნების რიგები მისი რიგითი ჯარისკაცები და სადაც იქნებიან ეს ადამიანები საჭირო, იქ დადგებიან. რაიმე განსაკუთრებულ მოვლენას ვერ ვხედავ, უბრალოდ ჩვენ ალბათ გვექნება უფრო მეტი კომუნიკაცია. ევროპულმა საქართველომ მარნეულის მერობის კანდიდატი წარადგინა, ის აჰმედ იმამყულიევია. მარნეულელებს ის ევროპული საქართველოს ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ წარუდგინეს. მარნეულში იყო ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების მთაწმინდის არჩევნებში საერთო კანდიდატი შალვა შავგულიძეც. იმამყულიევი უკვე მესამე ცდის, რომ მარნეულის მერი გახდეს. ამბობს, რომ ოცნების ხელისუფლებას მარნეულში არაფერი გაუკეთებია. მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის მარნეულში ერთი კანდიდატი უკვე ცნობილია დღეს. ევროპულმა საქართველომ აჰმედ იმამყულიევი წარადგინა, რომელიც მარნეულის მოსახლეობას დაპირდა, რომ ამ ქალაქში ოლიგარქიული მმართველობის დამარცხების პრეცედენტს შექმნის. თითოეული არჩევნები არის შანსი გავხადოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესი და ამიტომ რა თქმა უნდა ამისთვის უნდა გამოვიყენოთ შუალედური არჩევნები. როგორც ყოველთვის მარნეულში ჩვენ ვებრძოდით და ვებრძვით ბიძინა ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ მარნეულში არაფერი არ გაკეთებულა ქართული ოცნების მიერ. ვიქნებით პირველები, ვინც დაამარცხებს დღევანდელ ოლიგარქულ მმართველობას საქართველოში. ვიქნებით პირველები. აჰმედ იმამყულიევი არჩევნებში მონაწილეობას პირველად არიღებს. ის 2014 და 2017 წლებშიც იბრძოდა მანდატისთვის, თუმცა ორივე შემთხვევაში არჩევნებში მმართველი გუნდის კანდიდატმა გაიმარჯვა. იმამყულიევი ირწმუნება, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა და მათმა კანდიდატმა გამარჯვება ქურდული სამყაროს ჩარევით მოიპოვა. ჩვენი გამარჯვება მოპარეს ქართულმა ოცნებამ, ორცხელში რაც მოხდა, სხვა ზუგდიდში რაც მოხდა, ეს ყველაფერი ზუსტად ხდებოდა მარნეულშიც. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების რეალური სახე. 14-ში მოგებული აქვს და გაუყალბეს და წაართვეს არჩევნები. 17-ში რა მოხდა და 17-ში არჩეულმა კანდიდატმა რაც ჩაიდინა მთელმა საქართველოს მიცის. ამიტომ ქართული ოცნების ადგილი აქ არ არის მმართველობაში. ქართულმა ოცნებამ ჩიხში შეიყვანა მარნეული. აჰმედ იმამყულიევი იხსენებს იმასაც, რომ 2017 წელს ხელისუფლებამ არჩევნებში დაყენებული კანდიდატი მოულოდნელად შეცვალა და თემურ აბაზოვიც ჩაანაცვლა. იმამყულიევი გვეუბნება, რომ აბაზოვს არჩევნები ბიძამისის ძალაუფლებამ და ივანიშვილის ფულ
ქართულმა მოაგებინა და ჩაერთვება თუ არა ის რიგ გარეშე არჩევნებშიც, მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული თუ რომელი კლანი იბრძოლებს მერობისთვის. აბაზოვმა მერის თანამდებობა გასული წლის ზაფხულში დაკარგა მაშინ, როდესაც ჯერ არა ადამიანური მოპყრობის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფაშიც დაადანაშაულეს. იყო ამირან გიორგაძე, მერე გამოჩნდა ბატონი თემურ აბაზოვი და აქედან გამომდინარე მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩაერთო ძალიან ბევრი ესე რომ ვთქვათ ხალხი თბილისიდან, ქურდული სამყაროდან და იძინა ივანიშვილის ფული, რომელიც უფრო მეტად ხმა მოიტანა ბატონ თემურ აბაზოვს, მაგრამ ბიძაშვილები, რომლებიც უკვე აღარ არიან საქართველოს მოქალაქეები, იყვნენ ჩართული ამ საქმეში და ეხმარებოდნენ თემურ აბაზოვს. აბაზოვი შესაძლებელია რომ მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ პირდაპირ ვერ მიიღებს. თავით თემურ აბაზოვი არც 2017 წლის არჩევნებზე გვესაუბრება და არც მომავალზე განმარტავს, რომ მართლ გუნდთან კომუნიკაცია არ ჰქონია და ჯერ არ იცის ჩაერთვება თუ არა რაიმე ფორმით არჩევნებში. ისევ უცნობია, ვინ იქნება მარნეულის მერის არჩევნებისთვის ქართული ოცნების კანდიდატი. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან დაკავშირება ვცადეთ, ისინი არც ოფისში დაგხვდნენ და არც საკრებულოში. ბრალდებას არჩევნების შესაძლო გაყალბების შესახებ დღეს მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა უპასუხა და გვითხრა, რომ არჩევნების გაყალბებაზე საუბარი არასერიოზულია. ჩვენგან არ არის საჭირო პოლიტიკური საბჭო გააკეთებს ამაზე განცხადებას ცოტა მოგვიანებით და ყველა ადგილას, სადაც არჩევნები ტარდება, გეცოდინებათ ოფიციალურად ვინ არიან კანდიდატები წარდგენილი. თქვენს წინაკითხვას რაც შეეხება, მე ამას სერიოზულად ვერ უპასუხებ. სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მერის რიგ გარეშე და მთაწმინდის შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. გადაცემა პირველების ეთერში გიორგი გახარიას მიერ მუქარის წერილთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი მამუკა ხაზარაძისათვის შეურაცხმყოფელია. Forbes-ის კვირაში TBC-ის დამფუძნებელმა თქვა, რომ გახარია მის სიცრუეში დაადანაშაულა. წერილი კი ლონდონში სწორედ იმ მოტივით გააგზავნა, რომ საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს. ხაზარაძის თქმით, გახარიამ სასამართლო წესით უნდა დაამტკიცოს, რომ წერილი არ გაუგზავნია. თხოვე რომ საქართველოს პატარა ქვეყანა და ჭორის დონეზეც რომ გავიდეს 19 იანვარს ვაწერთ ორ უზარმაზარ ბანკთან უკვე აქციონერობაზე ხელს და მინდა გითხრათ რომ მოვაწერეთ ხელი და მე ეს ბანკები ცოტა ხნით ჩამოგშორდნენ. ეხლა ისე უკან დაგვიბრუნდნენ, იმიტომ რომ ნუ როცა დაინახეს და გაერკვეს. რა თქმა უნდა, აქვე მინდა გითხრათ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ინიციატივით, პადრე და მამუკას ინიციატივით ჩვენ მოვითხოვეთ ლონდონში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარება იმ ტრანზაქციებზე, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ. და გადავეცეთ და გავატანეთ ჩვენი ყველა მონაწილე კერძო. ეხლა ეს მიმდინარეობს. რატო ვაკეთებთ ამას? იმიტომ რომ პრაქტიკულად პროკურატურამ დღეს ჩვენ გამოკვიდა ჰაერში. კითხვა მაქვს, საიდან იციან მათ პროკურატურის დაკითხვის ოქმები, როცა მე არ მაქვს მათზე წოდომა. მე ვთხოვე მათ მითხრეს რომ რა თქმა უნდა ეს კონფიდენციალურია, სწორედ ამ საუბრის მერე 8 იანვარს ახალი წლები რო დამთავრდა და შობა დამთავრდა 8-9 იანვარს მათ გააკეთეს პრეს-კონფერენცია პრაქტიკულად. რა იყო ამ პრეს-კონფერენციაში მნიშვნელოვანი? გუშინ მოვისმინე ესეთი განცხადება რომ ასე თქვა წერილი არ გაუმიგზავნია და ასე შემდეგ. რომ არსებობს მუნდირის ღირსება და ეს მუნდირის ღირსების დაცვა თუ უნდათ მაშინ იმიტომ რომ ეხლა ისე გამოვიდა რომ თითქოს მას წერილი არ გამოუგზავნია და მე ვცრუობ. ხო? ამიტომ ეს მუნდირის ღირსება უნდა დაიცვას სასამართლოში. და მე თუ მას უნდა ელემენტარულად რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს რა, სასამართლო წესით უნდა დაამტკიცოს რომ არ გამოუგზავნია რა ეს წერილი. იმიტომ რომ აქ ესე არ არის, მე ხა კინკლაობა სატელევიზიოს აღარ ვაპირებ, ეს არის ჩემი ბოლო თემა და ბოლო კომენტარი ამასთან დაკავშირებით და დანარჩენი თვითონ გადაწყვეტოს. მე მესმის რომ ძნელი ამის აღიარება, მაგრამ რეალობა ეს არის. Პირველის ეთერში ექსკლუზიური ინტერვიუს დროს შინაგან საქმეთა მინისტრმა კატეგორიულად უარყო ხაზარაძისათვის წერილის მიწერისა და გაგზავნის ფაქტი. საუბარია წერილზე, რომელიც ხაზარაძის მტკიცებით მას გიორგი გახარიამ გაუგზავნა. წერილში 3 ძირითადი მოთხოვნა წერია: ტევ1-ისა და არტარიას სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება და წინა ხელისუფლების ბიზნესთან ურთიერთობის კრიტიკა. მე დაველოდები კიდევ რასი კადრებენ. აი მას დაველოდები. ხარე, არც ვიცი თუნდაც. იმიტომ რომ ამ წერილთან დაკავშირებით. ესე იგი ობიექტურად და ეს თემა დაიხუროს. მე მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არც გამიგზავნია მამუკა ხაზარაძისთვის რაიმე წერილი. წერტილი. ვინ გააბლატავა ხაზარაძეს? მთავრობამ.
სამწუხაროდ. რომლის წევრის თქვენი რა თქმა უნდა, ამ წერილით და წერილის ისტორიით ერთმნიშვნელოვნად აქცენტების გადატანა მოხდა შინაარსობრივი განხილვიდან fake news-ზე. პარტია ნაციონალური მოძრაობის თითქმის 5 წლის განმავლობაში ვაკანტური თავმჯდომარის პოზიცია გრიგოლ ვაშაძემ დაიკავა. პარტიის მერვე ყრილობის მთავარი მიზანი აღმასრულებელი რგოლის გაძლიერება იყო. ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს პირველად აირჩია აღმასრულებელი მდივანი, გააფართოვა პოლიტსაბჭოს შემადგენლობა. პროცედურული საკითხების გარდა დღეს ყრილობაზე შეკრებილებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც. ფაქტობრივად ერთსულოვნად არჩეულია დღეს ბატონ გრიგოლ ვაშაძე ჩვენი პარტიის თავმჯდომარედ. ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობაზე დელეგატებმა თავმჯდომარედ ერთხმად გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს. 5-წლიანი დისტანციური ხელმძღვანელობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ პარტიის საპატიო თავმჯდომარე იქნება, თუმცა ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ის ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში კვლავ აქტიურად ჩაერთვება. გრიგოლ ვაშაძემ თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ღიაობა დაანონსა. მომძლავრებული, გამაგრებული, მობილიზებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჩაება საარჩევნო კამპანიაში და ეს არჩევნები მოიგოს მანქანებისთვის, კაბინეტებისთვის კი არა, მოიგოს იმისათვის, რომ სახელმწიფო დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქეს. მიხეილ სააკაშვილი არის ამ პარტიის დამფუძნებელი, მიხეილ სააკაშვილი არის ჩემი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე. პარტიის განახლების მიზნით კი დელეგატებმა აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე კობა ნაყოფია დაასახელეს. მას 255-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი. პარტიაში ფიქრობენ, რომ ნაყოფიას პოლიტიკური გამოცდილება ნაციონალური მოძრაობის განახლებაზე დადებითად აისახება. პარტიას ჭირდება ახალი ძალა, ჭირდება უფრო ძლიერი მენეჯმენტი. მე ამ მიმართულებით ძალიან კარგი გამოცდილება მაქვს. ახალი ადამიანები გამოჩნდებიან ამ გუნდში, ვინც ასე ვთქვათ, შესთავაზებს საზოგადოებას ძალიან ბევრ საინტერესო ამბებს. განახლდა პარტიის პოლიტიკური საბჭოც, მოქმედ წევრებს კიდევ 10 წევრი დაემატა, მათ შორის არიან სანდრა რულოვსი, ზაალ უდუმაშვილი, საკრებულოს დეპუტატები და განათლების ყოფილი მინისტრი. ყველა გადაწყვეტილება დელეგატებმა პირველად ელექტრონულად მიიღეს. მათ საკუთარი ხმა მობილური ტელეფონის გამოყენებით დააფიქსირეს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ იმისთვის, რომ ყველა ადამიანს კონდეს საშუალება მონაწილეობა მიიღოს დაუშვათ პარტიაში გადაწყვეტილებების მიღებაში და არა მხოლოდ მენეჯმენტს კონდეს ამის საშუალება. პოლიტსაბჭოს შემადგენლობას დაემატა 10 ახალი წევრი, რაც ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო გააძლიერებს პოლიტსაბჭოს და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. პარტიის ახალი თავმჯდომარისა და აღმასრულებელი მდივნის არჩევამდე შეერთებული შტატებიდან ნაციონალური მოძრაობის წევრებს პარტიის დამფუძნებელმა მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა განსაკუთრებული აქცენტი ნაციონალური მოძრაობის 9 წლიან მმართველობაზე გააკეთა და თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიას ახალ ძალას გრიგოლ ვაშაძე შესცენს. მე არ მიშვებენ ჩვენ ქვეყანაში. ჩვენი სხვა ლიდერები ციხეშია. ძალიან ბევრს შეუქმნეს ძალიან დიდი პრობლემები. პირადი ხასიათის, სამართლებრივი ხასიათის და ამ შემდეგ. ამ პირობებში ჩვენ ვიყოთ მაქსიმალურად მოქნილები. პარტიას სჭირდება თავმჯდომარე, პარტიას სჭირდება წარმომადგენლობა, მით უმეტეს გია ვაშაძე, რომელიც არის წესიერების, პატრიოტიზმის, გამაერთიანებლობის სიმბოლო. ყრილობაზე ნაციონალური მოძრაობის წევრებს ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმაც მიმართა. გრიგოლ ვაშაძე არის გამოჩენილი პოლიტიკოსი და დიპლომატი. ევროპის სახალხო პარტიის სანდო პარტნიორი და იგი udაოდ ხელს შეუწყობს თქვენი პარტიის განვითარებასა და წარმატებას. მისი ლიდერობით და თქვენი პარტიის მყარი სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანიზაციით თქვენ გაქვთ ყველანაირი შანსი, რომ იყოთ ქართული პოლიტიკის წამყვანი მოთამაშე. ნაციონალური მოძრაობის ყრილობას პარტნიორი პოლიტიკური პარტიებიც ესწრებოდნენ, რომლებიც NMS განახლების პროცესს დადებითად აფასებენ. განსხვავდება ჩვენი მოსაზრებები, ჩამოგითვლით თუ მინდა ამ თემებს, მაგრამ არის ფუნდამენტური საკითხები, სადაც ჩვენ თანამშრომლობთ და ვართ კოორდინაციის რეჟიმში, მით უმეტეს, როდესაც არჩევნების მოლოდინია. როდესაც საჭიროა კვლავ სამართლისათვის ბრძოლა, სახელმწიფოს უსამართლობის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა გააერთიანოთ ძალისხმევა. თუ ვიტყვით, რომ აი გაანალიზება მოხდა იმ შეცდომებით, დიახ, რომ მოხდა გაანალიზება ზუსტად, იმიტომ აირჩიეს გრიგოლ ვაშაძე. კარგი იქნება თუ ეს გადაწყვეტილება რეალურად იმუშავებს და არ გაჩნდება ამ გადაწყვეტილების მიმართ რაღაც ნდობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები.
გარდა პოლიტიკური პარტიებისა ნაციონალური მოძრაობის ყრილობას დამფუძნებლის დედა გიული ალასანიაც ესწრებოდა, რომელიც პარტიაში მიმდინარე პროცესებს დადებითად აფასებს. ყრილობაზე იყო შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი დევი ჭანკოტაძეს, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ მოახლოეს მომავალში ნაციონალური მოძრაობის რიგებს შეუერთდება. ძალიან მომწონს ცვლილებები, რომელიც მოხდა დღეს, ეს აუცილებელი იყო ამის გაკეთება, იმიტომ რომ ყველა საქმე სჭირდება მენეჯერი თავი ადგილზე. ძალიან მალე გაიმარჯვებიან და საქართველოს ეყოდება ეროვნული პატრიოტული მთავრობა და პარლამენტი. მე მიმართული მაქვს, რომ გავხდე ნაციონალური მოძრაობის წევრი. 17 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აღარ იქნება. ეს ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობა იყო. ყრილობას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა. გადაცემაზე Grand Tour-ის საქართველოზე გადაღებულ ეპიზოდში ოკუპაციაზე ისაუბრეს. გადაცემის წამყვანები ხურვალეთში ჩავიდნენ და საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრებ დათა პაპას, დავით ვანიშვილს შეხვდნენ. მალე ყველაფერი უფრო გაუარესდა. ეს კაცი შეიარაღებულია. კიდევ ერთ კაცს უჭირავს ტყუიამრქვევი. კარგი, ბევრი ადამიანია ხელში ტყუიამრქვევით. ადგილობრივმა ამიხსნა მოგვიანებით სადაც ვიყავით. ეს საზღვარი, რომელიც არაა საზღვარი. აი, ჩაიხედე, ჩვენ ვართ აქ. საზღვარი ზემოთაა, საქართველოსა და რუსეთს შორის. ამ საზღვარს აღიარებს მსოფლიოს უმეტესობა, მაგრამ რუსებს გონიათ, რომ საზღვარი აქაა. ხოდა, ადგნენ ეს მავთულ ხლარტები გაშალეს და ღამღამობით სულ აქეთ წევენ. გასაგებია? რუსები წევენ? რუსები წევენ საზღვარს. დაიძინებ. თავი საქართველოში გონია, მაგრამ მეორე დღეს გაიღვიძებ და უი, რუსი ყოფილიყარ. აქ ხომ ხალხი ცხოვრობს, თანაც ეს ხომ ცოტა მიყრუებული ადგილია ცენტრისგან შორს. ასეთი რამდენიმეს როსონ ვაიზე რომ ეკნა, მე სადაც ცხოვრობ, მე რა მოხდებოდა? უცბად ველში რომ გაიღვიძა. ხო, იგივე მანძილია აქაც. ნაბიჯს გადადგამ და ველში ხარ. მე ამ სადაო საზღვრის მსხვერპლსაც კი შევხვდით. თქვენ ქართველი ხართ? ქართველი ხარ, ხო, გეკითხება დასაწყისად. აიო. ქართველი ხარო? მარა. მოსულე აი კარიფი რიფენი. 84 წელიწადი საქართველოს კეიქტორზე ვცხოვრობ, საქართველოს ვცხოვრობ. ერთი გაგებინე. ნაკეთებ აგრე დიდი ჭანდარი ვარი, აგრე საი. დიდი ჭანდარი, ეს არის ჩემი. ნაკეთები ქვით აქამაკ საქართველოს კეიქტორზე მარ. ჩემი ნაკეთები. რუსები არ მიშვენ რომ დაუმუშავო. არ მიშვენ. მაგრამ აქეთ გადმოსვლა შეგიძლიათ? აქეთ გადმოსვლა შეგიძლიათ, ხო? არა, გენასწორე, დამიჭერდა ცხინოს სამიყოლებენ. რუსი ჯარისკაცები არიან იქით? ой, ეგზოდია ხო, მე ბახარავლობე. ვარ გადავიდე. ჩემი ნაკეთები დაამუშავო, კაცო, არაფერი არ მაქვს, კაცო. ეს აღარ იყო, ეს მოახო, ეს 2019 წლის მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს მფლობელი მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი კენიიდან პიტერ ტაბიჩი გახდა. ის $1 მილიონ მიიღებს. ჯილდოს ვებგვერდზე წერია, რომ პიტერის მოსწავლეების 95% სიღარიბეში ცხოვრობს. თითქმის ყოველი მესამე მოსწავლე ობოლია ან მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს. ბევრ მათგანს კი სახლში საჭმელი არ აქვს. ნარკოტიკების მოხმარება, არასრულწლოვანთა ფეხმძიმობა და ქორწინება, სკოლის მიტოვება, ადრეულ ასაკში და თვითმკვლელობები ამ რეგიონში ხშირად ხდება. პიტერის სკოლაში საბუნების მეტყველო მეცნიერებებს ასწავლის და თავისი ყოველდღიური შემოსავლის 80%-ს ღარიბების დასახმარებლად ხარჯავს. გლობალური ჯილდოს 10 ფინალისტ შორის იყო ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავაც. დაჯილდოების ლაივ ტრანსლაციას ლადო აფხაზავას კოლეგები და მოსწავლეები ჩიბათის სკოლაში უყურებდნენ.
გამოშვებას უცხოეთის ამბებით ვაგრძელებთ. ნორვეგიაში საკრუიზო გემიდან მგზავრების ევაკუაცია დასრულდა, გემი კი პორტშია. 1300-ზე მეტი მგზავრის სიცოცხლეს საფრთხე მას შემდეგ შეექმნა, რაც გემის 4 ძრავი უამინდობის გამო მწყობრიდან გამოვიდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ვერტმფრენის საშუალებით ბორტზე მყოფი 479 მგზავრი ხმელეთზე გადაიყვანეს, დარჩენილი 900 მგზავრი კი ხმელეთზე ძრავების ამუშავების შემდეგ მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით სამაშველო სამუშაოების დროს 20 ადამიანი დაშავდა, ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს გადადგომას აიძულებენ. მინისტრთა კაბინეტის წევრები ტერეზა მეის გადადგომას ითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით იმ შემთხვევაში, თუ მეი პოსტის დატოვების პირობას დადებს, შესაძლოა ბრექსიტის გარიგების საკუთარ ვარიანტთან დაკავშირებით მხარდაჭერა მოიპოვოს. კონსერვატიული პარტიის წევრების განცხადებით, თუ პარლამენტარები დარწმუნებულები იქნებიან, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების შემდგომ ეტაპზე ტერეზა მეი ხელისუფლების სათავეში აღარ იქნება, მათ შესაძლოა შეთანხმებას მხარი დაუჭირონ. გავრცელებული ინფორმაციით მეის ადგილს გარდამავალ პერიოდში მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს ხელმძღვანელი დევიდ ლინდტონი დაიკავებს. პრემიერობის სხვა კანდიდატებს შორის გარემოს დაცვის მინისტრი მაიკ გოუვი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჯერემი ჰანტი სახელდებიან. ბრექსიტის დოკუმენტთან დაკავშირებით რიგით მესამე კენჭისყრა თემთა პალატაში მომავალ კვირას უნდა გაიმართოს. დღის ამბები ამით დასრულებულია. თქვენ წინ რადიო თავისუფლების პროექტი პერსპექტივა გელოდებათ. ნახვამდის.